სპორტ კომპლექს ოლიმპიკში დასრულდა სამდღიანი საერთაშორისო ტურნირი მაქსიმალის თასზე გათამაშებაში 150 სპორტსმენს შორის საუკეთესო წოდებისთვის იმ მოზარდებას იბრძოლეს, რომლებიც 2015 წელს თბილისის ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებენ. ტურნირში აზერბაიჯანელი და სომეხი მოცურავეებიც მონაწილეობდნენ. პრიზიორები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. მნიშვნელოვანი ღონისძიება არის მაქსიმალის თასი. ჩვენ აქ 4 ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობს საქმეობა და მოსამზადებელი ეტაპია ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეობის ასაკი, რომელიც მიიღეს მონაწილეობას თბილისის 2015 წლის ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალზე და ეს მათთვის საკმაოდ დიდი გამოცდილება იქნება და ასევე იქნება მზადების ერთ-ერთი ეტაპი. მე როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვარ კმაყოფილი შედეგებით, როგორც მოგეხსენებათ, ისინი იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატისთვის, იუნიორების ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ სპორტსმენები. ჩვენ ასევე გვაქვს კიდევ ზაფხულის საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდება 14-15 ივლისს.